ჩვენი გადაცემის სტუმარია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე. დაგულოცეთ მამაო. ერთად დაგულოცო და გაგახაროთ. მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. მამაო, ჩვენი მაყურებელი თქვენ არაერთი პროექტიდან გიცნობთ, იცის თქვენი გადაცემები ჩვენმა მაყურებელმა, თუმცა ბოლოს რამდენიმე დღის წინ მაყურებელმა ნახა თქვენი ახალი გადაცემა, უკეთ გავიცნოთ ჩვენი შვილები და თუ შეიძლება აი ამ გადაცემის შესახებ რომ გითხრათ, როგორ გაჩნდა იდეა და საერთოდ როგორ ასე ვთქვათ შემდგომში როგორ განვითარდა მოვლენები. დიახ, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის, მოგესალმებით, მესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩვენ დაახლოებით 3 წლის უკან გავაკეთეთ გადაცემა სახელწოდებით პერსპექტივა. და ამ გადაცემაში იყო ისე რომ 4 სტუმარი ყავდა და აქედან ერთი ან ორი მოზარდი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფროსები საუბრობდნენ და მოზარდები ესე მორიდებულად უსმენდნენ უფროსებს. მეორე წელს მოხდა გავაკეთეთ გადაცემათა ციკლი სუფთა დაფა სკოლებში ჩავწერეთ კლასებში ეს გადაცემა და იქ მოხდა რომ სულ მოზარდები საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებზე და ეს გადაცემა ახლა რაც ახსენეთ თქვენ უკეთ გავისვოთ ჩვენი შვილები ერთგვარი სინთეზია ამ ორი გადაცემის ამ ორი წლიანი გამოცდილების შევაერთეთ ესე რომ ვთქვათ და ერთ მხარეს ბრძანდება 4-5 სტუმარი ყოველ გადაცემაში და მეორე მხარეს კი 14-15 დაახლოებით რამდენი მოზარდი და მე ვფიქრობ რომ უფრო საინტერესო გახდა ამ თემების გარჩევა საუბარი რა ვიცი ნახავს სადაც მაყურებელიც. მამაო და როგორ ხდება სტუმრების შერჩევა საინტერესო როგორც უფროსების ისე მოზარდების. აბა და გაგიჭირდებათ მოზარდების შერჩევა, იმიტომ რომ ახალგაზრდობასთან ძალიან ისეთი მჭიდრო და აქტიური კავშირი გაქვთ და. დიახ. რაც შეეხება სტუმრებს, ყოველთვის ვცდილობთ გადაცემაში ყავდეს მშობელი, პედაგოგი, ყავდეს დირექტორი, ფსიქოლოგი და ყავდეს რომელიმე ცნობილი სახე, რომელიც ბავშვებს უყვართ, მოწონთ, პატივსცემენ. რაც შეეხება მოზარდებს, მივდივართ კონკრეტულ რომელიმე სკოლაში, მე-9, მე-10, მე-11 კლასელებს ჩავაყენებ საქმის უშუალო გადაცემა, რო არის ეს თემა და ვისაც სურვილი აქვს, შემდეგ იღებს მონაწილეობას და ეს არის. დიახ, თქვენ გასულ წელს ორ პროექტზე მუშაობდით. დიახ, ერთი თუ გეგმავთ რომ გააგრძელოთ წელსაც ეს პროექტები. დიახ, ერთი გადაცემა გახდა მოზარდები კითხულობენ პატრიოტულ ლექსებს და ამ გადაცემას ერქვა ქვია კიდევაც დაიზრდებიან და მეორე გადაცემა იყო ნიჭიერი ბავშვები, წარმატებული ბავშვებზე გავაკეთეთ გადაცემა, ჩავწერეთ ის ბავშვები არიან, რომლებმაც არა მარტო ამ ჩვენს ქვეყანაში მოიგეს რაიმე კონკურსი ან შეჯიბრი ან ღონისძიებაში, არამედ საზღვარგარეთაც გაიტანეს საქართველოს ფარგლებს გარე ჩვენი სახელი და მე ვფიქრობ ერთი წელი დავისვენებთ, ერთი წელი იმის გამო რომ მთელი ყურადღება ახლა ამ გადაცემას უკეთ გავისვოთ ჩვენი შვილები ერთობა და მომავალი წლიდან რა თქმა უნდა ორივე პროექტზე გავაგრძელებთ მუშაობას. მამაო, აუცილებლად მინდა გკითხოთ საზოგადოება კვირიკეს შესახებაც, რომელიც თქვენ დააფუძნეთ და მისი საქმიანობა ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, რა საქმიანობს. დიახ, საქმიანობა, რა თქმა უნდა, რჩება იგივე ბავშვებთან ურთიერთობა, რასაც აქამდე ვაკეთებთ, უბრალოდ მასშტაბები გაიზარდა, ბავშვების მოზარდების უფრო მეტი ჩართულობა ამ პროექტში და გეგმავთ ფილმებს, გადაცემებს, ღონისძიებებს, შეჯიბრებს, კონკურსებს, როგორც ინტელექტუალურს, ისე სპორტულს და ასე შემდეგ. აი მაგალითად ერთ-ერთი ღონისძიება არის ასეთი რომ გვინდა მომავალი თაობა მოზარდები შევახოდროთ უფროს თაობას. გასულ წელს გახდით რამდენიმე სკოლაში ერთგვარი გამოკითხვა ვაწარმოეთ და ბავშვებს შევეკითხეთ რომ ვისთან ექნებოდათ სურვილი შეხვედრის და მთელი რიგი აი სია რომელიც შევადგინეთ ყველა კლასში, ყველა სკოლაში ესე რომ თქვა თუ შეიძლება თქვას ლიდერობდა ბატონი პატაბურჯულაძე. ყველგან ითხოვდნენ რომ ბატონ პატასთან ექნებოდათ სურვილი შეხვედრის. შემდეგ ბატონ პატასაც შევხვდით უთხარით და დაგვთავთა სხვა შორის და სადღაც შეიძლება თებერვლის მარტის თვეში რომელიმე თბილისის დარბაზში შეხვდეს შედგეს ეს შეხვედრა. აგრეთვე ჩვენ მეგობრობთ თანამშრომლობთ სტუდენტებთანაც, სტუდენტურ თვითმმართველობებთანაც და ძალიან გვინდა რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ისე რომ უყვარდეს თავის კულტურა, თავის ქვეყანა, ტრადიციები, სამშობლო, უყვარდეთ ერთმანეთი, მეგობრობა, გატანა, ეს არის ჩვენი საზოგადოების იდეა, მიზანის და ყველაფერი. ალბათ ბავშვების აზრს თუ ვისთან ურჩევნიათ მათ შეხვედრა და ვისი ვთქვათ ხილვა თუნდაც ეკრანზე, ამას ითვალისწინებთ ალბათ თქვენს გადაცემებშიც. რა თქმა უნდა, ჩვენს გადაცემებშიც ითვალისწინებთ. მამაო, მინდა გკითხოთ ასევე სკოლა კვირიკეს შესახებ, რომელიც ასევე თქვენ დააფუძნეთ და ბევრს გონია რომ ეს სკოლა არის სასულიერო. როგორი არის ეს სკოლა? სასულიერო საგანმანათლებლო თუ ჩვეულებრივი საშუალო სკოლა? საგანმანათლებლო სკოლა, როგორც არის მაგალითად წმინდა გიორგის სახელობის ბაგებში, წიგნობართო ხუცესილის ისპაზე არის GLC, სადუნი, მთიები 21 საუკუნე. ჩვეულებრივი კერძო სკოლა ლიცეუმი არის.
ყველა კლასის მოსწავლეები ყავთ თუ მხოლოდ დაწყებითი საერთოდ კლასები? სკოლა გათვლილია ყველა კლასის მოსწავლეზე, მაგრამ ამჟამად ვიწყებთ პირველი, მეორე, მესამე კლასებით, დაბალი კლასებით, მაგრამ პარალელურად დგება ჯგუფების, უაწარმოებს ჯგუფების შედგენას, თუ იქდა მოთხოვნა დაჯგუფების შედგა, ჩვენ მომავალ წელს რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ და გვექნება უკვე სრულფასოვანი თავიდან ბოლომდე პირველი კლასიდან მე-11 კლასში ჩათვლით. ჩვეულებრივია ის სასწავლო გეგმის გარდა, იმის გარდა, რასაც ბავშვები ჩვეულებრივ სწავლობენ სკოლაში, თუ გადიან სხვა მასალასაც, თუ შეისწავლიან ბავშვები სხვა მასალას. რა თქმა უნდა, აი ჩვენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეისწავლიან მხატვრულ შემოქმედებას, იქნება ქართული ცეკვა, სიმღერა, იქნება ხელსაქმე, სხვადასხვა სახის და რომელსაც თვითონ აირჩევენ და რომელსაც თვითონ დაუდებენ გულისხმობს. აგრეთვე ჩვენ გვაქვს გახანგრძლივებული სკოლაში 5 საათამდე ბავშვები შეძლებენ გაკვეთილების მომზადებასაც, არის კვებით, რა ვიცი. მოსამზადებელი ჯგუფები თუ აქვს სკოლას, ან თუ ექნება, თუ იგეგმება. ფიქრობთ მოსამზადებელს და ვთვლით, რომ ეს კარგი იქნება იმის გამო, რომ ბავშვი მიეჩვევა გარემოში, მიეჩვევა მასწავლებლებს და ვიდრე დაიწყება სასწავლო პროცესი, შეგუებული იქნება ამ სიტუაციას. ტერიტორიულად მდებარეობს საინტერესო ალბათ. ტერიტორიულად საბურთალოზე ალექსანდრე ყაზბეგის 47 და ჩვენ გვაქვს საიტი ჩვენი ტაძრის და იმ საიტზე არის ყველა ინფორმაცია ჩვენს მენად შეუძლია ნახოს. და სწორედ საიტის შესახებაც მინდა გკითხოთ, თუ განახლდა საიტი, ან თუ იგეგმება განახლება. www.quirik.j აყურებელმა იცის მე მგონი. დიახ. საიტი 4-5 წელია გვაქვს. ყოველ წელს ვანახლებ ჩვენ საიტს, მაგრამ წელს განსაკუთრებით უკვე ფერით შევუცვალეთ, დიზაინით, ბევრი ფუნქციების დავამატეთ, მაგრამ აი ამ ბოლო დროს რატოღაც აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა სოციალურ ქსელი, კერძოდ Facebook-ზე, გავაკეთეთ ჩვენი ტაძრის გვერდი, სახელწოდება დავარქვით ჩვენი მოძრაობა კვირიკე ესე უნდა მოიძებნოს ზებნაში და გეგმავთ რომ აი ამ სახით ამ კუთხით მივაწოდოთ ახალგაზრდებს ჩვენი გადაღებული ფილმები, გადაცემები, კლიპები, ინტერვიუები, ხადაგებები და ასე შემდეგ და 3 კვირა, ცოტა მეტი 4 კვირა რაც გავაკეთეთ ეს გვერდი და უკვე 4000-ზე მეტი მომხმარებელი მეგობარი ყავს უკვე ჩვენ გვერდს. დიახ. მამა 24 დეკემბერს იგეგმება მსვლელობა საპატრიარქოდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ და საერთოდ თქვენი მსვლელობები ძალიან ბევრ ადამიანს საერთიანებს ხოლმე და მე მინდა რეჟისორს ვთხოვოთ, თუ გვაქვს საშუალება კადრები ვაჩვენოთ მაყურებელს თუ არის ამის საშუალება და მინდა კონკრეტულად ამ მსვლელობის შესახებ გკითხოთ. ხატის გადაბრძანება მოხდება როგორც ვიცით. შაბათს 24 დეკემბერს დილის 11 საათზე. კადრები გვაქვს ეთერში. ძველი კადრები, ძველი მსვლელობის კადრები. გამოაბრძანებენ საპატრიარქოდან ხატს, რომელზეც გამოსახულია 400 ქართველი წმინდანი. ეს ხატი შემკობილია თვლებით, მთლიანად არის მინანქარში და პატრიარქმა ამ ხატს უწოდა საქართველოს იმედი. ესე რომ ვთქვათ, ეს ხატი გადაბრძანდება პირველად სიონის ტაძარში, გადაიხდებიან პარაკლისს და პარაკლისის შემდეგ იმავე დღეს უკვე გადაბრძანდება სამების საკათედრო ტაძარში და გვინდა რომ მოწმობელმა ერმა მიიღოს მონაწილეობა ამ მსვლელობაში, პატრიარქი დალოცავს თითოეულ მონაწილეობაში და აგრეთვე გადაეცემათ ხატები საქართველოს იმედის ასლი იბეჭდება და მიიღებენ ისინი საჩუქრად. დარწმუნებული ვარ, როგორც ხდება ხოლმე ზოგადად თქვენს მიერ ორგანიზებული მსვლელობების დროს, ახლა ძალიან ბევრი ხალხი იმოვა და სამომავლო გეგმების შესახებაც მინდა გკითხოთ, მამა, რას გეგმავთ მომავალში? სამომავლო გეგმების შესახებ ნაწილობრივ გადაცემაში ვისაუბრეთ. ეს არის საზოგადოება, ეს არის სკოლა, ფილმები, გადაცემები, კიდე ერთი გადაცემის დამატება გვინდა ასეთი სახელწოდებით გზავნილი საზოგადოება. ძალიან ბევრ სკოლაში ბევრმა მოზარდმა დაწერა თემა კონკრეტული რაც უნდა თხოვოს მას საზოგადოებას. რაზეც ფიქრობს, რა ტკივა, რა უხარია და გვინდა რომ ეს გადაცემის სახით მივცეთ მიმართულება აი ამ თემას. აგრეთვე ჩვენი ეკლესია მომავალ წელს 10 წლის ხდება კურთხევიდან 10 წლის იუბილეა, ჩვენ დავიბრუნდა ძალიან ბევრი ფოტომასალა და ვგეგმავთ ამ ფოტომასალის გამოფენას, აგრეთვე ვგეგმავთ ამ გამოფენაზე წარმოადგენთ ყველა იმ განცხადებას, ყველა იმ ბანერს, რომელიც აი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ბრევს მოუწოდებდა ამ მსვლელობისკენ, ან ღონისძიებისკენ, ან ლოცვისკენ და ასე შემდეგ და რაც გვინდა რომ კარგად ჩაიაროს ამ დღეებმა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, მამა გიორგი, წარმატებებს გისურვებთ. იმ სასიკეთო და მეტად საჭირო საქმეში, რასაც თქვენ აკეთებთ, დაგულცეთ. ერთად დაგლოცოთ და გაგახაროთ. მაყურებელს კი შევახსენებ, გადაცემის სტუმარი იყო წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე.